ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა არის ხოლმე ეს, რომ ადამიანები ხო ნახშირო ჟანგს ამოვისუნთქავთ, და ამ ნახშირო ჟანგს ჩავუსუნთქავ, ამ ადამიანს რანაირად გადავარჩენ. ხო. ხო, ხშირად დასმული შეკითხვაა და ნუ შეიძლება ვთქვათ, რომ ის რომ ნახშირო ჟანგს ამოვისუნთქავთ, ეგ არის ტყუილი. ოღონდ ეს დამკვეთრა და ისე რომ თქვა რა, იმიტომ რომ ნახშირო ჟანგთან ერთად ბევრ რაღაცას ამოვისუნთქავთ და ჩავისუნთქავთ რა. ჩასუნთქვის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ თქვათ 80%, 79% არის აზოტი, იქ რაღაც მინერალები, ინერტული აირები ძალიან მცირე მდგომარეობით და დაახლოებით 21% არის ჟანგბადი. ახლა როდესაც ჩავისუნთქავთ. მაგრამ ამ მოსუნთქვის დროს მარტო ანუ ამ ჩასუნთქულ ჟანგბადს მთლიანად ვერ ვხარჯავთ, ასე ვთქვათ. ამოსუნთქულ ჰაერში ნახშირო ჟანგი რა თქმა უნდა არის. ოღონდ იქ 16%-მდე დაახლოებით ჟანგბადი მაინც არის. ეხლა 16% ჯანმრთელი ადამიანისთვის კარგია თუ ცუდია? ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ ის ხო გვახსოვს ის ადამიანი საერთოდ ვერ სუნთქავს. შესაბამისად, თავარი მიზანი ის არის რომ ჟანგბადი მივაწოდოთ, ანუ ის 16% მაინც მივაწოდოთ იმ ადამიანს, რომელიც საერთოდ ვერ სუნთქავს. და არა ის რომ რაღაცა აზრი არა აქვს, ან ზედმეტი ნახშირო ჟანგი მივაწოდოთ, ადრე იყო ეგეც წარმოადგენს, რომ თითქოს სუნთქვის ცენტრი გააღიზიანოთ თუ რაღაცა და მერე სუნთქავს მარტივად აღადგენს, არა, იქ ნახშირო ჟანგი უკვე იმაზე მეტია, ვიდრე საჭირო არის. შესაბამისად, ხელოვნური სუნთქვის მიზანი არის ის, რომ ჟანგბადი ის ცოტა მაინც მივაწოდოთ, თორე სასწრაფო რომ მერე შეცვლიან და უკვე 100%-იან ჟანგბადიც შეიძლება გადაიყვანო.